მეგობრები მოდიან და მიდიან, მაგრამ შენი ცხოვრების ხარისხს ის ღრმა კვალი განსაზღვრავს, რომელსაც ნამდვილი კავშირები ტოვებს. ხშირად ჩვენს ენერგიას ზედაპირულ ურთიერთობებში ვფანტავთ. ვცდილობთ ყველას მოვეწონოთ და გარშემო ბევრი ადამიანი შემოვიკრიბოთ, თუმცა სიმართლე იმაშია, რომ სულის სიმშვიდეს არა ნაცნობების რაოდენობა, არამედ იმ ურთიერთობების სიღრმე გვგრის, სადაც ნიღბის გარეშე ყოფნა შეგვიძლია. ცხოვრება გავს დინამიურ მოგზაურობას, სადაც ზოგიერთი ადამიანი ცხოვრების მხოლოდ გარკვეულ გაჩერებამდე გამოგყვება. ეს ბუნებრივია და ამაში ტრაგედია არ არის, რადგან ყოველი გამომშვიდობება გზას უთმობს მათ, ვისთვისაც ჩვენი ღირებულებები და შინაგანი სამყარო მშობლიურია. ნამდვილი ურთიერთობების შენება ხელოვნებას გავს. ის მოითხოვს დროს, მოთმინებას და რაც მთავარია, გულწრფელობას. ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანების გაშვების, ვინც თქვენს ზრდას აფერხებს ან მხოლოდ სისარიელეს გიტოვებთ. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება მიმართეთ მათკენ, ვინც თქვენ სიხარულს აორმაგებს და სირთულეების დროს საყრდენად იქცევა. მნიშვნელოვანი კავშირები არ იქმნება შემთხვევით, ისინი ჭედება საერთო გამოწვევებში, გულახდილ საუბრებსა და ერთმანეთის უსიტყვო გაგებაში. დაიმახსოვრეთ, რომ ერთი ნამდვილი მეგობარი, რომელიც თქვენს სინათლესაც ხედავს და ჩრდილებსაც, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ათასობით ზედაპირული კავშირი, რომელიც მხოლოდ დროს გართმევს და შინაგანად ვერაფრით გავსებს. გაბედეთ და დაიტოვეთ მხოლოდ ისინი, ვინც უკეთესობისკენ გცვლით. გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ურთიერთობები ის ფუნდამენტია, რომელზეც თქვენი ბედნიერება დგას. ასე იქმნება ემოციური სიმტკიცე, რომელიც ნებისმიერ სირთულეს გაუძლებს და ყოველთვის დაგიცავთ. ურთიერთობები, რომლებიც პატივისცემასა და ერთობლივ ზრდაზეა დაფუძნებული, არის ის ერთადერთი სულიერი მარგალიტი, რომელიც დროსთან ერთად უფრო მეტად კაშკაშებს. იყავით თავად ის სინათლე, რომლის პოვნასაც სხვებში ცდილობთ და აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემთხვევითი გამვლელები კი არ არიან, არამედ ის მონათესავე სულები, რომლებმაც თქვენს გულში საკუთარი სახლი იპოვეს. თქვენ ცხოვრებაში თუ არსებობს ადამიანი, რომელმაც დაგანახათ, რომ ნამდვილი მეგობრობა დროსა და მანძილზე ძლიერია,